შეკრებას რაც შეეხება, რეალურად ყავდა ძალიან ბევრი ახალი ფეხბურთელი. ძირითადი ბირთვის არ ყოფნაში მათ მიეცათ თავის გამოჩენის შანსი. ვთვლი რომ საერთო ჯამში თუ მხოლოდ შეკრების კუთხით განვიხილავთ ამ ყველაფერს და იმ სელექციის კუთხით, რომელიც ჩაფიქრებული ქონდა ამ შეკრებაზე, ამ მხრივ პრინციპში ნორმალურად ჩაიარა შეკრება, მივიღეთ ძალიან დიდი ინფორმაცია, ვიცით ძალიან კარგად თუ რა პრობლემების წინაშე ვდგევართ და ისეც ძალიან კარგად გამოჩნდა და ჩანს თუ ვინ არის ზუსტად იმისთვის რომ უკვე სექტემბრის ბევრად რთულ თამაშებში უკვე მიიღოს ის შანსი რომ დაიცვას თავის ქვეყნის ნაკრების ღირსება. საერთო ჯამში რა თქმა უნდა მეცველოდი თითოეული ფეხბურთელისგან არავის გამოყოფა არ მინდა. რთულია, არ არის მარტივი, იმიტომ რომ შეკრებიდან შეკრებამდე რაღაც 8 ფეხბურთელზეა საუბარი, რომელიც იცვლება. თუმცა ამას აქვს მეორე მხარე და ეს არის სწორედ ის სასელექციო მხარე, რომელიც ამ შეკრებაზე ჩვენთვის განსაკუთრებული იყო, ზუსტად იმიტომ, რომ უკვე სექტემბრის თამაშებს სრულად ყოფნაში შევხვდეთ. ეხლა რაც შეეხება დღევანდელ თამაშს, მინდა პირველ რიგში მიულოცო მოლდოვეთს. დამსახურებული გამარჯვება, დამსახურებული რა თქმა უნდა ბჭყალებში, თუმცა არ შეიძლება არ აღინიშნოს ის ფაქტი, რომ დღეს ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ თამაში მოიგოთ, ნებისმიერი დასაშვებით, თუ არ დასაშვები ხერხებით მიაღწიეთ საბოლოო ჯამში გამარჯვებას. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე ჩემი გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ. პირიქით, თუ არ ჩავთვლით ბოლო ნახევარ საათს, ჩვენ დღეს ფეხბურთი არ გვითამაშია. ყველაფერთან ერთად დღეს იყო ნაკლებობა იმისი, რომ არ იგრძნობოდა ზუსტად ის ყველაფერი, ის პირველ რიგში გუნდურობა, ის мотиваცია და ის ჟინი, რომელიც ყოველთვის გვახასიათებდა ჩვენ მიუხედავად იმისა, თუ როგორ მთავრდებოდა თამაში. ამიტომ ნებისმიერ შემთხვევაში ეს დიდი გაკვეთილი იყო ჩვენთვის და ძალიან დიდი სურათი იყო იმის აღსაქმნელად დასანახად და საბოლოო ჯამში ჩამოსაყრებლად თუ ვინ მიიღებს სექტემბრის თამაშებში მონაწილეობას. ქონდა სირთულეები თავიდანვე. 3-0-ის შემდეგ უფრო რაღაც ცოტა ენერგია მოგვივიდა, ესე ვთქვათ, და უფრო გამოფხიზეთ, იმიტომ რომ არ შეიძლებოდა ესე დამთავრება, ჩვენი შეცდომებით იყო ის 3 გოლიც გაშვებული, პირველს რომ არ შევეხოთ, ორი გოლი ჩვენი ბრალი იყო, ესე ვთქვათ, ჩვენი ყურადღებობის გამო გავიდა. თამაშის დაბრუნება მთლიანად ვერ შევძელით. მაგრამ ეს ორი გოლი და ეს ენერგია რაც წამოვიდა ბოლო უკვე 20-30 წუთი, აი მაქედან უნდა დავიწყოთ შემდეგი შეკრება, მაქედან უნდა დავიწყოთ შემდეგი თამაშები და აი ეგრე უნდა ვითამაშოთ სულ, იმიტომ რომ ეგ იყო, ეგ გუნდი ვართ და აი თუ მოვინდობებთ და თუ აი ესე ვითამაშებთ, ყველა გუნდს შეგვიძლია რომ საფრთხე შევქმნათ. სექტემბრის თამაშებს რაც შეეხება, ჩემი აზრით ყურადღება უნდა მივაქციოთ კლუბებში, რომ რაც შეიძლება მზად მოვიდეთ და რაც შეიძლება კარგ ფორმაში იყოს გუნდი, რომ აი ეს სამივე თამაში კარგად ჩავატაროთ და როგორც ბოლო 20 წუთი ვითამაშეთ, აი როგორც ვი მაქედანო დავიწყოთ და ეგეთი ენერგიით დავიწყოთ ყველა თამაში და ეგრე გავაგზავნოთ.